მართლმადიდებელ ეკლესიაში აღდგომის მარხისთვის მზადება დაიწყო. ეს კვირა მეზვერისა და ფარისევლის შვიდეულია და მსგებსია. მომავალი კვირა უძღებიშვილისა, მას კი ყველიერი მოსდევს. წელს დიდი მარხვა 3 მარტს დაიწყება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 20 აპრილს დასრულდება. უფლის მადლით მოგვიახლოვდა აღდგომის მარხვა და ჩვენ ვიცით, რომ აღდგომის მარხვის წინა პერიოდი მოსამზადებელი პერიოდად იწოდება. წინა კვირა უკვე ჩვენ გავიარეთ ზაქეს კვირა წოდებული, რომ ზაქეს უნდა უფლის ხილვა და რამ გააკეთა და რამხელა დიდი სიხარული მიიღო ამით. მე დღეს ეს კვირა ქონდა უკვე ჩვენ მეზვერზე ფარისევლის კვირა, უფალი გვასწავლის ამით ამიგავით და ეკლესია მოგვიწოდებს და გვასწავლის თუ როგორი მდგომარეობა, ლოცვით მდგომარეობა, სწორი მდგომარეობა როგორი არის, რომ ჩვენ ერთმანეთის ბრალის მდებლები და ერთმანეთზე მეტი არ უნდა გვეგონოს თავი და უნდა ჩვენ ლოცვა საკუთარ გულში ჩაიხედო ადამიანმა და დაბალი ლოცვა კონდეს უკვე ჩვენ მომდევნო კვირა, უძღებიშვილის კვირა, ყველიერის კვირა, ხორციელის კვირა, საშინელი სამსჯარო ყველაფერს იხსენე ფაქტიურად ემზადება ადამიანი ცნობიერად განათლებით ეკლესია ამზადებს რომ იცოდე რატო მარხულობ და მარხვა რა თქმა უნდა ეს არის გონების, გულის და მე რა თქმა უნდა უპირველესი ეს სულის განსაწმენდელი და ეს საშუალება მარხვის პერიოდში და ეს მოსამზადებელი პერიოდი სწორედ ამას ემსახურება რომ ადამიანმა გონება, გული და სული განიწმინდოს. ეს კვირა არის მსგებსი, ეს მსგებსი ნიშნავს რომ 4 პარასკევი მარხვათ არ არის და მომდევნო კვირა უკვე 4 პარასკევი მარხვა, მერე უკვე ყველიერის კვირა იწყება და ესე შევუდგებით და ნელ-ნელა შევდივართ ღვთისმადლით და 3 მარტს იწყება უკვე აღდგომის დიდი მარხვა. და ღმერთმა ინებოს რომ ყველა მოვემზადოთ ღირსებით, ღირსეულად და ერთად დავიწყოთ აღდგომის მარხვა.